ორი წელი შოვის ტრაგედიიდან. შეეწირა თუ არა 33 ადამიანის სიცოცხლე ხელისუფლების გულგრილობასა და დაუდევრობას. ამ კითხვაზე საგამოძიებო უწყებას პასუხი არ გაუწია, რა თქმა უნდა. მთავარი კითხვაა ისიც, რა ვისწავლეთ ამ ტრაგედიის შემდეგ. ოცნების მთავრობის დაპირება, რომ ყველა კრიტიკულ ზონაში განგაშის სიგნალები იქნებოდა დამონტაჟებული, ისევ შეუსრულებელია. პასუხისმგებლობის შესახებ არაფერი თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს შოვში ჩავიდა. მისთვის კრიტიკული კითხვები არავის დაუსვამს, ადგილზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა მხოლოდ სამთავრობო მედია ჩაიყვანეს. ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მხოლოდ ის აქვთ სათქმელი, რომ ადგილზე აშენდება ტაძარი და გაიხსნება დაღუპულთა მემორიალი. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო ყინვარულ ხარჯებთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკლებთ ყინვარებს, რუსულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგცემს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას. სტუდიაში ვაგრძელებ საუბარს კომპანია გეოგრაფიკის ხელმძღვანელთან გიორგი გოცაძესთან. მადლობა გოცირიძე ბოდიში. მადლობა სტუდიაში ყოფნისთვის. ამ მოვლენას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქვს უაღრესად ტრაგიკული და ემოციური ნაწილი და ყველა ამ ადამიანის ოჯახის, ახლობლების, მეგობრების მიმართ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი თანაგრძნობის სიტყვები უნდა ვთქვათ. ამ რაოდენობის ადამიანებს, ერთი ადამიანის რო დაღუპულიყო, უზარმაზარი ტრაგედია იქნებოდა ქვეყნისთვის, მაგრამ აი ეს 33 ადამიანის სიკვდილის სრულიად წარმოუდგენელი, მოულოდნელად და ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ასეთ ტრაგიკული შემთხვევებიდან ყველა მეტნაკლებად ცივილიზებული ქვეყანა სწავლობს რაღაცას, გამოაქვს დასკვნები, გავს ნაბიჯებს მისი შემდგომი პრევენციისთვის. მე სიმალე გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ხდიდათ სიმპათიები და რაღაც მოლოდინებით მოგეხსენებათ არ ვარ განწყობილი ამ მთავრობის მიმართ, დღეს მაინც შოკირებული ვიყავი, როდესაც კობახიძისგან იქ რაჭაში ყოფნის დროს მოვისმინე, რომ ისინი 2 წელი გავიდა, რომ ახლა მუშაობენ. მე ვიცი, რომ შვეიცარიულ კომპანიას მაშინ ასე თქვეს ყოველ შემთხვევაში, რომ 1 წელში უნდა დამთავრებული იყო ეს კვლევა, ანუ გასული წლის ოქტომბერში ეს კვლევა უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო და უნდა დაწყებულიყო უკვე პრაქტიკული სამუშაოები. ეხლა გავიგეთ, რომ რაღაცა სამუშაოებს ვაწარმოებთო და დაიდებაო და ასე შემდეგ. ანუ ისევ სრულიად დაუცველ სიტუაციასა და გარემოში ვართ, მგონია ჩემი შეფასება ასეთი არის და თქვენ როგორც ამ ყველაფრის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა იქნებ მეტი გვითხრათ, რა შეიცვალა შოვის ტრაგედიის შემდეგ. მოგესალმები, თქვენ მაყურებელს მივესალმები, მადლობა ნდობისთვის. ის პასაჟი რო გავაგრძელო მთავრობისა და საფრთხეებს შორის დამოკიდებულებას ძალიან ზოგადად და პოპულარულ ენაზე. პირადად მე როგორც სპეციალისტი ბოლო 20 წელია სულ შოკირებული ვარ ყველა მთავრობის მხრიდან, ოღონდ ყოველ ჯერზე, ყოველი შემდეგი მთავრობა კიდევ უფრო მეტი შოკის მომგვრელია, მაშინ, როდესაც კლიმატის ცვლილებების ფონზე საფრთხეები ასეთივე შოკის მნიშვნელობის საპირისპიროდ იზრდება. ესე იგი, ჩვენ ვართ ქვეყანაში და ძალიან ასე თქვა, არ დავღლიათ თქვენ არც მაყურებელს, ჩვენი ბოლო შეხვედრა ამ თემაზე, რომ გადავახვიოთ, იგივე მექნება სათქმელი. იმიტომ რომ საფრთხეები, რისკები და ამ რისკების მართვა არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ აგენდასთან, არანაირ კავშირში არ არის საზოგადოებრივი შეთანხმების აგენდასთანაც კი, როდესაც საზოგადოება არის ძალიან ახალგაზრდა. შეიძლება ეხლა ამ პოლიტიკური, ეკონომიკური და საერთოდ მენტალური ბრძოლის და კრიზისის ფონზე ცოტათი განსხვავებული ხაზი დავიჭირო, მაგრამ სხვა უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემი პროფესიული დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საფრთხე და რაც უფრო სულელურად, მოუმზადებლად, ელექტორალურ რეჟიმზე და ერთმანეთის ჯინაზე, ანუ თავრობების, საზოგადოების ჯინაზე ძალიან არასწორ ქმედებებს გავაკეთებთ, მით უფრო დაგვარტყავს ეს ყველაფერს. მე როგორც თქვი, თქვენ მიანიშნებთ იმაზეც კი, რომ იმდენად რამდენადაც ახალგაზრდა საზოგადოება სიტყვა ახსენეთ, ანუ
სამოქალაქო ცნობიერებისა და გარკვეული ცნობიერების ნაკლებობა გვაქვს გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება ელექტორალური საზოგადოებრივი განწყობებით რაღაცა გადაწყვეტილებების მიმართ მიმღებლობა არ იყოს მაღალი, თუმცა პროფესიული საზოგადოების რეკომენდაციები უნდა იყოს გადამწყვეტი, იმიტომ რომ აქ საუბარი არის მასობრივი მასშტაბის დიდ საფრთხეებზე, რაც კლიმატის ცვლილებებს და ჩვენს გეოგრაფიულ თავისებურებებს უკავშირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე არ უნდა ვისაუბროთ და საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს მთავრობებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება, იმიტომ რომ ყველა ამ დაპირისპირებას და კონფლიქტს მოყვება უკეთესი გამოსავალი და საბოლოო ჯამში ნელ-ნელა. მათ შორის ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესში ჩვენ სწრაფად ვერ მივიღებთ აი ესე წამიერ საუკეთესო გამოსავლებს. უნდა დიდი თანმიმდევრული გრძელვადიანი შრომა არის საჭირო. ეს ჩვენ ძალიან 2014 წლიდან დევდორაკისგან მოყოლებული აჩქარდა 80-იანი საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აჩქარებულია ამ 2014 წლის მერე და საკმაოდ გვიან მივხვდით ვს ვამბობ, ანუ საზოგადოება, თორე პროფესიონალები დიდი ხანი ამაზე ყვირით, რომ უკვე მოვიდა ის მომენტი, როდესაც ჩვენ სერიოზული მტერი გვყავს. ეს მტერი არის გვალვა, ქარები, ეს არის სეტყვა, ეს არის მეწყრები, ღვარცოფები, თოვლიზვავები, ეს გახლავთ კლდეზვავები, მყინვარული მეწყრები, წყალდიდობები და ეს ყველაფრის გამჭოლად სეისმურად აქტიური არეალი, სადაც მშენებლობა უხარისხოა, სადაც ეკონომიკა არის დღევანდელი და დღევანდელი კვერცხს გამოკიდებული ადამიანის სამწუხაროდ ირჩევს სწრაფ და არამდგრად გადაწყვეტილებებს. ეს არის პოლიტიკურ, ელექტორალურ აგენდაზე აწყობილი გადაწყვეტილებები, დირექციული და თითქმის ზოგ შემთხვევაში ავტორიტარული. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად 2014 წლიდან დღემდე ნაბიჯები წინ გადაიდგა, იმიტომ რომ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც არის შვეიცარიის ტექნიკური დახმარება, გაეროს განვითარების პროგრამა, სხვადასხვა დონორები და საერთაშორისო ექსპერტები, აი ესე როგორც პატარა ბავშვებს, აი ესე გვასწავლიან, ფულს გვაძლევენ, გვეხმარებიან, გვაიძულებენ, რომ ჩვენი ფულის დავხარჯოთ და რაღაცა კალაპოტში ჩავჯდეთ. და ეს კალაპოტი გამოიკვეთა, ეს არის საფრთხეების მართვის საკითხი და roadmap-ი, რომელიც დამუშავდა, ეს არის რისკების მართვის იდეოლოგია, რომელიც ასევე დამუშავებულია და ეხლა არის უკვე რისკების ოპერირების და სამაშველო სამსახურის და რეაგირების ნაწილის განვითარება. ოღონდ ეს მიდის პირადად მე რომ მკითხოთ ძალიან ნელა. მიდის, მაგრამ მიდის ძალიან ნელა, იმიტომ რომ ის სტიქიები, რომელიც ახლა გააქტიურდება კლიმატის ცვლილების ფონზე, ბევრად უფრო ჩქარია, ვიდრე ჩვენი პროგრესი მასთან ბრძოლის. არა და ჩვენ უნდა უსწრებდეთ ცოტა წინ, რომ ზარდხდებოდეს. ანუ თქვენი ამბობინა რაც გავიგეთ, Deep State აქტიურად ზეწოლას ახდენდა ჩვენზე წლების განმავლობაში, რომ ამ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირება მომხდარიყო, პროგნოზირების საშუალება ქონოდა, შესაბამისი ცოდნა და ტექნოლოგია შემოსული იყო ამავე დროს საქართველოში. ძალიან მარტივი კითხვა მას შემდეგ, რაც ეს გრანტების შესახებ კანონები და ფარა და რაღაცეები, ეს ორგანიზაციები განსაკუთრებით დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე ინტენსივობა დასავლეთის დახმარების ამ კუთხით შენარჩუნებულია, თუ ამ მხრივ როგორ გვაქვს საქმე? სხვა არავინ არის მშველელი ამ ნაწილში? ხო, ძალიან ძნელია ამის შეფასება, რომ დავაკონკრეტოთ ინსტიტუციურად გარემოს ეროვნულ სააგენტოში საბედნიეროდ არიან ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკური კადრები, რომელიც ისეთივე პატრიოტიზმით ემსახურებიან ამ საქმეს და მთელი ეს წლების განმავლობაში მათში ჩადებული ინვესტიცია, ცოდნა და ტექნოლოგიები საფუძველს მაძლევს მე პირადად თქვა, რომ თუ ჩვენ არ გადავუხვევთ კურსს და გავაგრძელებთ სწორსვლას, ჩვენ რაღაცა ასე ვთქვათ მზაობამდე მივალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ტემპი საკმარისი არ არის. რაც შეეხება იმ შვეიცარიულ კომპანიას და ამ კვლევებს, ეს არ არის სწრაფი, ეს წარმოიდგინეთ როგორც აი ძუძუს სიმსივნის სკრინინგი ან რომელიღაცა დაავადების სკრინინგი, ხო? სკრინინგის დონეზე შესწავლილი იქნა მთელი საქართველო.
სადაც გამოვლინდა ისეთი საფრთხის მატარებელი ადგილები, როგორიც აღმოჩნდა, რომ შოვი იყო და შეიძლება ყოფილიყო და კიდე რამდენი შეიძლება აღმოჩენილიყო. აი ეს კვლავ კითხვებს სკრინინგის დონეზე გაეცა პასუხი, რომლის საფუძვლად გამოიყო რამდენიმე ცხელი წერტილი. ეს ცხელი წერტილი ველოსიპედის აღმოჩენა არ არის, ის არის ისედაც ცნობილი რაჭა, სვანეთი, ყაზბეგი, მაგრამ ამ კვლევებმა დაადასტურა ერთიანობაში, მათ შორის მთელ საქართველოს გულისხმობ, აფხაზეთიდან დაწყებული, თუშეთით დამთავრებული, სადაც გამოვლინდა ის ახალი სენი, რომელიც ჩვენ არ გვქონდა და არ ვიცოდით რამდენიმე 1000 წელი. ანუ დევდორაკი, შოვი, მესტიაში რამდენიმე ღვარცოფი, ეს ისეთი ფენომენებია და პროცესებია, რომელიც არ მომხდარა ბევრი 1000 წელი და ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ისტორია და ცოდნა. არქეოლოგია ამაზე ადრეც გვისაუბრია, არქეოლოგია არის სწორედ აი ამ ძველი ცოდნის, ასე ვთქვათ, ამსახველი ობიექტების შემსწავლელი დარგი. ბევრჯერ მომხდარა ეს, მაგრამ ჩვენამდე არ მოსულა კლიმატის ცვლილების ფონზე ეს თანმიმდევრული ცოდნა. ჩვენ დავრჩით ახლა სწრაფად ცვალებადი ბუნებრივი გარემოს პირობებში იმ ახალი ღვარცოფების მეწყრების, წყალდიდობების და სხვა, ასე ვთქვათ, საფრთხების გამოვლინების წინაშე, რომელიც აქამდე არ ხდებოდა და არც წინაპრების ცოდნა აღარ გვადგია, არც საბჭოთა მიდგომა აღარ გვადგია და არც ჩვენი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ თუნდაც კარგი ქვეყნის განვითარების პირობებში ვიფიქრებდით, არ გამოგვადგება, იმიტომ რომ სწორედ ასეთივე გამოწვევის წინაშე დგას დღეს მოწინავე მსოფლიო ქვეყნებიც. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ევროპულ ქვეყნებთან ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა, რომ მათთან ერთად მივაგნოთ, როგორ გაუმკლავდეთ იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი არც მათთვის, არც ჩვენთვის. ამიტომ ეს სინქრონიზაცია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას ჯერ არა აქვს დიდი გამოცდილება და ეხლა იწყებს ახალი სისტემის, აი ამ უსაფრთხოების რისკების მართვის სისტემების მშენებლობას, სწორედ ეხლა არის ძალიან სწრაფი, ხარისხიანი და ეფექტური. რომელია ის ქვეყნები, რომელთაც ეს მაღალი დონის გამოცდილება და ცოდნა აქვს? შვეიცარია, შვეიცარია, ევროპული სახელმწიფოები არის მთაგორიანი ძირითადად იქ, საფრანგეთი, სადაც არის ძალიან დიდი მოსახლეობა, მთის ლანდშაფტის მიმართ დიდი, ასე ვთქვათ, მოთხოვნები, როგორც რესურსული, ასევე სარეკრეაციო და ადამიანების ცხოვრების მაღალი დონე, რომელიც აიძულებდა მათ მთავრობებს, რომ მიეგნოთ იმ საუკეთესო სამეცნიერო გადაწყვეტილებებისადმი, რომელიც ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ახლა და აი ამ სწორედ deep state-ით გაშვებული სატელიტებით დავადგინოთ, რომელია ყველაზე რთული და მოწყვლადი ადგილი, როგორ გამოძრავდება ესა თუ ის ღვარცოფი და მეწყერი, როდესაც მოხდება დატბორვა, რომელი შენობები იქნება მოწყვლადი, როგორია იქ აი ამ სწორედ ტექნოლოგიებით ითვლება, როგორია იქ რისკი, როგორია ის მოწყვლადობა, რამდენად ეკონომიკურად ძლიერია ესა თუ ის კომლი, ოჯახი, მხარე, მუნიციპალიტეტი რომ ამას ასე ვთქვათ, გაუწიოს მართვა და საერთოდ ეს რაჯდება და საერთოდ როგორ უნდა იმართოს და მე მივალთ ბიუჯეტამდე და აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს სრული ჰარმონია, ამ საკითხის მიმართ ყოველთვის იყო მეათე ხარისხოვანი დამოკიდებულება. ამაზე მეტყველებს საქართველოს ბიუჯეტში ამ ნაწილში გახარჯული თანხების რაციო სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებები. მით უმეტეს, როდესაც უკვე საერთაშორისო დასავლური გრანტების მიღების შესაძლებლობას და მოტივაციას ნულამდეა თითქმის დაყვანილი, ეს ორმაგად ართულებს ამ პრობლემას. ამ ჩვენი ინიციატივა, მოტივაცია ადგილობრივი არის სუსტი ამ მიმართულებით, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე აქტუალურობა ესდება, ხო? მოკლედ და ეს არის პრობლემა და აი დევდორაკის სულ რამდენიმე დღის წინ ახალ ამბებში ვაჩვენეთ ჩვენ წინასწარი დაკვირვების სისტემამ როგორ იმუშავა გაფრთხილების უпроსორეთ და ჩაიკეტა გზა, ყველა პრევენციული ზომა იქნა მიღებული და ასე შეგვიძლია. ხო, შეგვიძლია და მაგას ვამბობ, დევდორაკზე თუ იყო ეს შესაძლებელი და ახლაც არის შესაძლებელი. აი ამადენი და ასე ნელა რატომ მუშაობს ზოგადად ეს სისტემა, როცა ამ ხელა ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდით 2 წლის წინ. ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელია კიდევ უფრო ჩქარა გაკეთდეს ეს პროცესი. ძნელია, მაგრამ ჩქარია. სამწუხაროდ ჩვენი ეთნოკულტურული ხასიათია ეს,
ზამთრისთვის ვემზადებით ზამთრის წინა თვეებში. ზაფხულში ფიქრობ ზაფხულზე, ზამთრისთვის ზამთარზე. ნორვეგიელებისგან, დანიელებისგან, კანადელებისგან, შვეიცარიელებისგან და ავსტრიელებისგან განსხვავებით მივჩანჩალებთ და ჩვენი საკუთარი თავის უსაფრთხოების მიმართაც გვაქვს არასათანადო დამოკიდებულება. და როდესაც არის არეული სიტუაცია, როდესაც დავდევთ იმებს, რა ქვია, deep state-ის აგენტებს და როდესაც ჩვენი ყურადღება არის აბსოლუტურად სხვა რამეზე, შეცდომების დაშვების ალბათობა არის ძალიან მაღალი. გვახსოვდეს უნდა, რომ ეს ქვეყანა არის მთიანი ქვეყანა. 60% არის მთა. და სადაც მთა არ არის, იქ არის უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებიც აი ამ სწორედ კლიმატის ცვლილების ფონზე ნალექ ბრუნვის წარმოშობის არევის გამო და შეცვლის გამო ძალიან ბევრგან მოხდება წყალდიდობები. სამწუხაროდ ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი, მაგრამ კიდე ბევრი მოქალაქე დაგვეყუპება, ბევრი ტურისტი დაგვეყუპება და ბევრი პრობლემა გვექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხა გამოვფხიზლდეთ. ოღონდ ზუსტად ამ სიტყვას ვიძახდი 2014 წელსაც. და ყოველ ჯერზე რაც უფრო გვიან დავიწყებთ, მით უფრო მძიმე იქნება ყოველი მომდევნო წელი და ყოველი მომდევნო 10 წლეული. ჩვენ გვაქვს ჰაერის პრობლემა, ჩვენ გვაქვს წყლის პრობლემა, ჩვენ გვაქვს გაუდაბნოების პრობლემა, ჩვენ გვაქვს ნალექების ბრუნვის პრობლემა, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ფრონტი, მყინვარები იხევენ და ისეთი მასები ჩამოვა და ისეთ სოფლებზე მოახდენს გავლენას, რომელზეც აი წარმოადგენს არც ერთ ეპოსში და ისტორიაში და ლექსებშიც არ იყო აღწერილი. არავის არ ვაშინებ, არც რაღაცა მძიმე სურათს ვხატავ, მაგრამ ეს არის ალბათობა საკმაოდ მაღალი ხარისხის და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. როგორც ჩვენ ყველა ოჯახის წევრებისთვის ვზრუნავთ, აი ისე უნდა შევხედოთ ქვეყანას, უნდა გავიაზროთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან უნიკალური, ვართ ძალიან ცოტა, გაგვაჩნია ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ინსტინქტები, კომლური ინსტინქტები. აი ეს კომლური ინსტინქტები არის გადმოსატანი საზოგადოებრივ ინსტინქტებში და ცოდნაში. და ამ ცოდნაში უნდა დაგვეხმაროს და გამოვიყენოთ ის დასავლეთი, რომელსაც კი უნდა გავექცეთ, არამედ მაქსიმუმი უნდა ავიღოთ იმათგან. და რასთავარია ჩვენი ეროვნული ენერგია მივმართოთ ამ მართლაც სტრატეგიული ეროვნული პრობლემების იდენტიფიცირებისა, ცოდნის დაგროვებისა და ერთობლივად მისი მოგვარებისკენ და არ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომელიც ვართ, როცა ელემენტარული უფლებებისათვის ბრძოლა ეგზისტენციალურ ამოცანად გადაიქცა ამ საზოგადოების, როცა ამხელა საფრთხეების წინაშე დგას მთელი ქვეყანა. ისედაც ბევრი შეცდომის დაშვების მომენტები გვექნება, იმიტომ რომ ძალიან რთულია. ეს არ არის ერთგვაროვანი ლანდშაფტი, ეს არის ურთულესი. 3-4 ფენომენი ერთდროულად არტყავს სოფელს. ეს იმის დამიხედით, როგორი წელი იქნება, წინა წელი როგორი იყო, შემდეგი ტემპერატურები როგორ განაწილდება, ძალიან კრიტიკულ სინერგიაში და ეგრეთ წოდებულ კასკადურ, ესეთი ტერმინი არსებობს, კასკადური საფრთხეებისა და რისკების წარმოშობაში. ანუ იქ ზემოთ ერთი რაღაცის მოწყვეტა იწვევს მერე ჯაჭვურ რეაქციას და ჩამოდის სოფლებამდე და ეს არის მთელი ურთულესი, ასე ვთქვათ, ჯაჭვი ქმედებებისა, რომელსაც ჭირდება სწორედ ესეთი კომპლექსური გააზრება. ჩვენ გვაქვს 3 რამ, ეს არის საფრთხეების ანალიზი, რომელიც გაკეთდა და ასე ვთქვათ, ძალიან სწორ გზაზე დგას სახელმწიფო ინსტიტუცია ამ კუთხით. ეს არის რისკების შეფასება, სადაც არსებობს დამუშავებული საგზაო რუკა. რისკები არის, როდესაც საფრთხეებს ადებთ დასახლებულ პუნქტებს ან ადამიანების მობილობას და ისაზღვრება რისკების ხარისხი მისაღები ან მიუღებლო რისკების მიხედვით. ხო, მაგალითად შოუში იმ ადგილზე, რომ ის მშენებლობები არ შეიძლება. მაგასაც დაუბრუნდები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგაზე და არ გვეცდები რომ არ გადავახტე ამას და მესამე არის თუ ეს ორი გაქვს, მესამე არის რეაგირება და ოპერირება, ბევრად უფრო ნაკლები ენერგიით, უფრო სწორად და ფოკუსირებულად მუშაობ. როდესაც ეს ორი არ არის აწყობილი ერთიანად სამართლებრივად, ინსტიტუციურად, ორგანიზაციულად და ფინანსურად, მთელი დატვირთვა მოდის რეაგირებაზე და მაშინ რეაგირებამ უნდა უზრუნველყოს ყველგან პატრონად შეუძლებელი. ამას ყველაზე განვითარებული ქვეყნები ამაზე წინა გადაცემაში და შეერთებულ შტატებში ეს წყალდიდობის ბოლო შედეგები ამას შოვის ფენომენი იყო ისეთი ფენომენი, რომელიც არ ექვემდებარებოდა არც ალბათობების გათვლას და ალბათობების გათვლის პირობებშიც კი, რომელიც იყო 200 და 300 წლიანი, ალბათობების ენაზე ეს იყო 1000 წლიანი ალბათობის პროცესი. აი ეხლა, როდესაც გაკეთდა სკრინინგი,
და თუ გაგრძელდა ამ სკრინინგის მუდმივად გაკეთება, იმიტომ რომ ეს არ არის ერთჯერადი კვლევა. იმის მერე კიდე იცვლება ვითარება. ანუ როგორც სიმსივნეს ჭირდება მუდმივად სისხლში რაღაც ინდიკატორების ან სხვა პარამეტრებით კვლევა, აი ესევე ჭირდება, თუ გავჩერდით, შეიძლება დღეს დღევანდელი მიგნება რომელიმე ცხელწერტილზე აღმოჩნდეს დაგვიანებული, იმიტომ რომ სხვა გაასწროს და სხვა ადგილი გახდეს ჩემპიონი. ეს არის მუდმივი მონიტორინგის სისტემა, სადაც მუდმივად მთავრობა და მუნიციპალიტეტი და საზოგადოება უყურებს პროფესიონალებს, რომლებიც წყვიტავენ დღივ, აი როგორც ლარის კურსი ისაზღვრება, აი ისე ისაზღვრება საფრთხეები ყოველ ხეობაში. ეს სისტემა არის ასაწყობი. აი როგორც ლარის კურსთან მიმართებაში ზოგი ადამიანი დღეს გეგმავს. დღეს ვიყიდი, გავყიდი იმას ვიზავ, ბიზნესი როგორ მუშაობს, ვაიმე კრიზისი წამო. აი ზუსტად ესეთივე სისტემაა შესაქმნელი, რომ შენ იცოდე, რომ დღეს ჩვენი მცირე რიცხოვანი ერი, რომლის იდენტობაზე თმებს ვიწეწავთ, სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი მთავარი მტერი, რომლის საკომპენსაციო მტერთან ბრძოლის საკომპენსაციო სისტემაზე საზოგადოება არ ვფიქრობთ. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ძალიან დიდი აქცენტი და შემდგომი ბრძოლა საზოგადოებრივი გამართვისთვის და ქვეყნის სწორგზად სიარულისთვის ამ კალაფოთში ჩაჯდება, იმიტომ რომ ყველა ის ევროდირექტივა, ყველა ის ჰარმონიზაციის საკითხი, ყველა ის პუნქტი, პოლიტიკურ პუნქტებსაც რო გავარნებოთ თავი, ტექნიკური გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა მოვხდეთ განვითარებული სამყაროს ნავსაყუდელში, გულისხმობს ამ სისტემის აწყობას და გულისხმობს ჩვენი შვილების და ჩვენი შვილიშვილების სიცოცხლის მაქსიმალურ დაცვას მცირე ეროვან პირობებში. ეს ჭირდება ჰაერივით. გიორგი გოცირიძე, ძალიან დიდი მადლობა.